მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ ოლიკო და ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, როგორ დავრეგისტრირდეთ სკოლისთვის შეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე evaluate.ek.g და როგორ შევავსოთ ელექტრონული კითხვარი. თავიდან მოგეტყვით, რომ აღნიშნული ვიდეო განკუთვნილია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისა და მოსწავლეებისთვის, რადგან სამივე როლის შემთხვევაში ზუსტად ერთი და იგივე ნაბიჯები გვჭირდება, როგორც პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის, ასევე კითხვარის შევსებისთვის. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა გადავიდეთ პლატფორმაზე და სამი სამართო ველში ჩავწეროთ შემდეგი ვებგვერდი evaluate.ek.g. მეგობრებო, მას შემდეგ რაც გადავალთ პლატფორმაზე, თუ პირველად გავდივართ რეგისტრაციას, ანუ პირველად ვცდილობთ კითხვაში შესვლას, მაშინ აუცილებლად ჯერ რეგისტრაცია უნდა გავიაროთ, რაც არის უმარტივესი პროცესი. იმისთვის, რომ რეგისტრაცია გაიაროთ, უნდა დააწყაპოთ relax რეგისტრაცია. ამის შემდეგ, მეგობრებო, თქვენ მოგიწევთ მხოლოდ თქვენი პირადი ნომრის მითითება, დანარჩენი ინფორმაცია, რაც რეგისტრაციისთვის არის საჭირო, ავტომატურად შეივსება, რადგან სკოლას თქვენი მონაცემები უკვე შეყვანილი ყავს. ერთადერთი შეიძლება მხოლოდ მეილის მითითება დაგჭირდეთ, ძირითადად უფრო მშობლების შემთხვევაში. მოდით მივუთითოთ, ერთ-ერთ ატესტოთ მივუთითოთ ჩემი ერთ-ერთი კოლეგის პირადი ნომერი და მადლობა მას დახმარებისთვის. ნახეთ, სამივე შემთხვევაში იქნებით მასწავლებელი თუ მშობელი, მივუთითებთ თქვენს პირად ნომერს და ავტომატურად დანარჩენი ველები შეივსება. აქ მონიშნული იქნება თქვენი როლი კითხვის შევსებისას, სკოლა, სახელი, გვარი, თქვენი მეილი, თუ მეილი არ იყო მითითებული, მაშინ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი მეილი, ტელეფონის ნომერი და ის გადაგრჩენიათ დააყენოთ პაროლი. მეგობრებო, გაითვალისწინეთ, რომ პაროლის დაყენებისას მინიმუმ 8 სიმბოლო უნდა შეარჩიოთ. მოდით დავაყენოთ პაროლი. გავიმეოროთ ჩვენს მიერ შერჩეული პაროლი, თან კარგად დავიმახსოვროთ, რადგან სწორედ ეს პაროლი და ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ კითხვაში მომდევნო შესვლის დროს. რადგან შესაძლებელია პირველივე შესვლაზე ვერ დაასრულოთ კითხვის შევსება და დაიმახსოვროთ და შემდგომ დაგჭირდეთ მისი გაგრძელება. ამისთვის უკვე თქვენი ტელეფონის ნომერი და პაროლი დაგჭირდებათ მხოლოდ, რომ თავიდან მიუბრუნდეთ თქვენს კითხვას. მას შემდეგ, რაც შევიყვანთ ამ საჭირო მონაცემებს, დავაწყაპოთ რეგისტრაცია და ესე მარტივად გაგვიხსნის მეგობრებო ჩვენს კითხვას. აქვე გეტყვით, სანამ უშუალოდ კითხვას მიმოვიხილავ, გეტყვით, რომ ეს არის პირველადი რეგისტრაციის პროცედურა. თუ კითხვას მაშინვე არ შეავსებთ და გინდათ, რომ მომდევნო დღეს მიუბრუნდეთ პირობითად, ისევ იგივე პლატფორმაზე უნდა შეხვიდეთ. აი, მოდით კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. ისევ შევდივართ იგივე პლატფორმაზე, ოღონდ უკვე მოდით გამოვალ. ოღონდ უკვე რეგისტრაციას აღარ აწყაპებთ, რადგან თქვენ უკვე რეგისტრირებული ხართ და თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ მივუთითოთ ტელეფონის ნომერი და პაროლი, ის ტელეფონის ნომერი, რომელიც რეგისტრაციის დროს იყო მითითებული და ის პაროლი, რომელიც თქვენ თავად დააყენეთ რეგისტრაციის დროს. კარგით, მოდით დავუბრუნდეთ კითხვის შინაარსობრივ მხარეს. მეგობრებო, მას შემდეგ, რაც გაივლით რეგისტრაციას, თქვენ დაგვხვდებათ ელექტრონული კითხვარი, რამდენიმე გვერდია, სადაც განთავსებულია ეს მოცემული კითხვები და რა არის მნიშვნელოვანი, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება კითხვის შევსების დროს. აუცილებელი ნაწილია, მეგობრებო, აი აქ არჩევითი კომპონენტი, ანუ როდესაც წაიკითხავთ კითხვას, თუ ეთანხმებით, მაშინ უნდა მონიშნოთ სრულად ვეთანხმებით, ან მეტწილად ვეთანხმებით, ან პირობითად არ ვეთანხმებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი აღნიშნულ კითხვასთან მიმართებით. მაგალითად, თუ თვლით, რომ სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, მაშინ აირჩიეთ სრულად ვეთანხმები. და შემდეგ ანალოგიურად მოიქცევით დანარჩენი კითხვების შემთხვევაში. მეგობრებო, გეტყვით იმას, რომ აი თითოეული მონიშნის შემდეგ, ან თითოეული გვერდის დასრულების შემდგომ, სასურველია დააწყაპოთ მონაცემების შენახვას, რომ თქვენი მონაცემები არ დაიკარგოს და თავიდან არ დაგჭირდეთ შევსება. თუ გადაწყვეტთ პლატფორმიდან გასვლას, შეგიძლიათ აი აქ მარჯვენა კუთხეში დააწყაპოთ და გამოსვლას დააჭიროთ და შემდეგ თავიდან შეხვიდეთ იგივე ვებგვერდზე, თავიდან მივუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი, უკვე მხოლოდ ავტორიზაციას გაივლით, როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, მივუთითოთ
მხოლოდ თქვენს ტელეფონის ნომერის პაროლს და შემოხვალთ და გააგრძელებთ შევსებას. იმისთვის, რომ დააგხვდეთ თქვენი წინა შევსებული ნაწილი, როგორც ვთქვი, სასურველია დააწყაბოთ ხოლმე მონაცემების შენახვას. მას შემდეგ, მეგობრებო, რაც შეავსებთ ბოლო კითხვას და მონიშნავთ ბოლო კითხვას, უნდა დააწყაბოთ უკვე მონაცემების გაგზავნას და ესე წარმატებით გაიგზავნება თქვენი შეფასება. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც გაივლით რეგისტრაციას, თუ კიდევ მეორე დღეს ან მესამე დღეს გსურთ მიუბრუნდეთ კითხვას, ამ შემთხვევაში უკვე რეგისტრაციის გავლა აღარ გჭირდებათ, მხოლოდ ავტორიზაცია უნდა გაიაროს, რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი ტელეფონის ნომერი და პაროლი. ის ტელეფონის ნომერი, რომელიც რეგისტრაციის დროს იყო მითითებული და ის პაროლი, რომელიც რეგისტრაციის დროს დააყენეთ. მაგალითად, შევიდეთ ისევ პლატფორმაზე, აი აქ უკვე მივუთითებთ ტელეფონის ნომერს, აქ მაგალითად ჩემი ტელეფონის ნომერია მითითებული და აქ მივუთითებთ იმ პაროლს, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია და როდესაც შესვლას დააწყაბებთ, ისევ მიუბრუნდებით თქვენს კითხვას. სულ ესაა მეგობრებო, ესე მარტივად შეგიძლიათ შეავსოთ კითხვარი და გეტყვით იმას, რომ თქვენი აზრი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებას.